Ქართლის ბიზნეს კურიერს 14 ოქტომბრიდან ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი რუსეთში ნებადართულია, თუმცა საინტერესოა რა პროცედურები დაჭირდება ამას და ვინ შეძლებს მათ გავლას. ზურაბ შეკურიშვილი, სუსათის სააგენტოს ხელმძღვანელია ჩვენი სტუმარი, მოსკოვიდან ის გუშინ დაბრუნდა. მოგესალმებით და გილოცავთ პირველ რიგში, რომ ეს ხელშეკრულება მართალია არასრული ფორმით, მაგრამ მიღწეულია, იმიტომ რომ იყო პროგნოზები, რომ ძალიან გაიწელებოდა, 1000 დეტალი იყო შესათანხმებელი და ჩვენ საუბრობთ ამ ეტაპზე თხილზე, ყურძენზე, ციტრუსზე, ვაშლი-მსხალი კომშზე. და რიგში არის ხურმა. ხო, პრინციპში ის კულტურები, რაც რეალურად შეიძლება გათვალო, რომ იყოს საექსპორტო მოცულობისა და ხარისხის, ხო? მეორე საკითხია და ეს ყველა საინტერესოა პრაქტიკულად რა საბუთები დაჭირდება ფერმერს, რომ ეს ექსპორტი განახორციელოს და ამაზე თუ შეიძლება რომ ვისაუბროთ. მადლობთ მოწვევისთვის, მოგესალმებით. დიახ, არ არის ძალიან ისეთი დრო უკვე აღარ არის როგორც ადრე იყო, როდესაც გლეხს შეეძლო თავის საბარგულით გადაეტანა საზღვარზე და წაიღო და ბაზარზე განითავსებინა. რუსეთის ბაზარი ძალიან შეცვლილია, ძალიან სერიოზული ბაზარია და შეცვლილია. აქ ჩვეულებრივი მოთხოვნები თავისი ბაზრის დაცვის. შესაბამისად, ეს ამ ხილის და იგივე ბოსტნეულის მომავალში გატანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სერიოზული სამრეწველო, ასე ვთქვათ, პარტიებით. იქმნება და მომავალში შეიქმნება, ეს იქნება სტიმული, ასე ვთქვათ, შემგროვებელი პუნქტების. აჭარაში იხსნება დაახლოებით 30-მდე ასეთი შემგროვებული, დამხარისხებელი, დამფასოვებელი საწარმოები, პირველადი გადამუშავება ქვია ამას, სადაც ამ წელს იგივე მოხდება ვაშთან დაკავშირებით, სადაც ყველა ასეთ საწარმოში მივლინებული იქნება ჩვენი სააგენტოს თანამშრომელი ფიტოსანიტარი, რომელიც ადგილზე შეამოწმებს ნებისმიერ პარტიას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ რამე შეცდომა დაუშვათ და გაგვეყაროს რამე. გამობრუნდა მე გამობრუნდა, კი, ზარალიც იქნება და ეს იქნება თვითონ ქართული ხილის, რომელიც სანატრებელი არის, ახლა ნამდვილად დაგიდასტურებთ რუსეთში, იმიტომ რომ ხალხი ელის მონატრებულები არიან, ეს იქნება მთლიანად ქართული ხილის და ბოსტნეულის, ასე ვთქვათ, წვრილი ფერმერის საზრუნავი აღარ იქნება, თქვათ, აი მოთხოვნების დაცვა, ამას გააკეთებს შემკრების ცენტრი, მათ შორის თქვენთან კოოპერაცია. დიახ და გადამზიდვა. ერთი თქვენ ახსენეთ ეს ფიტოსანიტარული კონტროლი, ეს არის აი საკარანტინო, თქვათ, მავნებლებზე და საბუთის გაცემა, რომ არ იყო იქ ბუზი და ასე შემდეგ რაღაცა. მეორე საკითხია და სირთულეს წარმოქმნის ის, რომ ეს პარტიები, რომელიც შემოდის ამ შემკრებ ცენტრში, არის თითო 2 ტონა, იმიტომ წვრილი მეწარმეებზეა საუბარი. თითოულზე უნდა ჩატარდეს, თქვათ, ეს ერთ პარტიაზე იქნება კონკრეტულად მონიტორინგი, რომ ამ ფიტოსანიტარულ სერტიფიკატის გარდა არსებობს, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის, ანუ ჰიგიენური სერტიფიკატი, რომელიც უკვე ლაბორატორიული წესით კეთდება. დიახ, პესტიციდებზე და მძიმე მეტალებზე. ამას თვითონ ეს გლეხის, ასე ვთქვათ, ფუნქცია არ იქნება, გლეხის და ფერმერის, ეს იქნება ფუნქცია ზუსტად კონკრეტულად იმ პიროვნების, რომელიც აპირებს მთლიანად აი ამ დიდი სამრეწველო. თქვათ, ერთ კონტეინერში თუ არის, თქვათ, 20 ტონა, არის მაღლარი, იქ შემოწმება ერთი ულუფა და არა თუნდაც 2 ტონობით იყო შედგენილი ეს ისა თითოეულის შემოწმება აღარ იქნება საჭირო. თუმცა შეიძლება გაიპაროს, ვიღაცას კარგი ქონდა, ვიღაცას ცუდი, ანუ ეს რისკი მაინც არსებობს. მაგრამ იცით რა არის განსაკუთრებით მანდარინის შემთხვევაში, ხომ ძალიან ბევრი სწავლებებია ჩატარებული და უბრალოდ ჩვენმა გლეხმა რაღაცა პირველადი ცოდნა მიიღო ამ ზუსტად ამ ქიმიკატების გამოყენების და მან იცის, რომ ანუ მოსავლის აღების წინ, ანუ მოლოდინის პერიოდს ის იცავს. აქედან გამომდა პლუს კიდევ ის, რომ ეს ქიმიკატები საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა, შესაბამისად გლეხი ყოველთვის მოერიდება მის, ასე ვთქვათ, ზედმეტად გამოყენებას. ანუ ეს პარტიები, ყველა პარტია, იმიტომ რომ თითოეულ მანქანას მიყვება ეს მთელი საბუთების კომპლექტი, თითოეულია ეს პარტია იქნება შემოწმებული როგორც ფიტოსანიტარული კარანტინის თვალსაზრისით, ასევე ჰიგიენური და ჯანმრთელობის. აი თქვენ წინ სტუმარი
იყო KR-დან ექსპერტი და მან თქვა, რომ აი ფაქტობრივად სისტემა არ არის მზად. თქვენ ამბობთ, რომ ექსპორტის ნაწილში თქვენი ძალებით დაეხმარებით და თითოეულ თქვა პუნქტში მიამაგრებთ თქვენ სპეციალისტს, რომელიც ამ საბუთებს გასცემს, მაგრამ აი ეხლა სურსათის უმრავლობის კანონის ამოქმედებას ველოდებით მომავალი წლიდან. ეს ალბათ უკვე შექმნის აი პრობლემას იმას, რომ აი თქვა 10 ლაბორატორია ქვეყანაში და იქნება ეს მასობრივად შესამოწმებელი მთელი ბაზარი. გაწდებიან მით უმეტეს რომ მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ ბატონ გოდერძის უდიდეს პატივს მე მიმაჩნია რომ ეს არის უნიკალური უკანასკნელი მოხიკანი ასე ვთქვათ საქართველოში ენტომოლოგი მაგრამ რაც შეეხება ლაბორატორიებს მინდა გითხრათ რომ მოგახსენოთ ასევე რომ ლაბორატორიები ჩვენ მომავალი წლისთვის კიდევ რაოდენობა გაიზრდება ანუ ჩვენ შექმნით ისეთ იმდენ რაოდენობას ეს ლაბორატორიაც არის კერძო ბიზნესი ადრე არ იყო უბრალოდ ამის მოთხოვნა და შესაბამისად არ იყო ეს ინფრასტრუქტურა განვითარებული ანუ როდესაც მოთხოვნა გაჩნდება ბიზნესი დაუყოვნებლივ ანუ გამოეხმაურება ეს პრობლემა იცით გესმით და თავიდან არ იქნება თქვა ესეთი ძალისმიერი მეთოდები არა რასაკვირველია მაგრამ ყოველ შემთხვევაში კონტროლი ახალი კოდექსთან უნდა დაიწყოს რასაკვირველია უნდა დაიწყოს ეს არ არის მარტივი იმიტომ რომ ნულიდან ფაქტიურად თეთრი ქაღალდიდან გვიწევს ჩვენ ყველაფრის გაკეთება იგივე საკანონმდებლო ბაზიდან დაწყებული მაგრამ ამას მივხედავთ ამის ნებაც არის ყველანაირად გათვლილი აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და იმედიც გაქვთ რომ ბიზნესი უპასუხობს ამ გამოწვევას მეტყველებს პოტენციალი თუ შეიქმნა ძალიან დიდი მადლობა ანუ 14 ოქტომბრიდან იქ სადაც ცხადე სოფლებში ეწოდინება სადგურების შემკრები პუნქტები გლეხები თუ აქვთ ეს პროდუქცია შემოთავაზეთ ხილი, ყურძენი, ციტრუსი, ვაშლი, მსხალი, კომში შეუძლიათ რომ მიიტანონ და დავამატებ კიდე ამ სიას ესე იგი ჩვენ არ ვლაპარაკობთ მაგრამ უკვე კაი ხანია გახსნილია დაფნა კაი ხანია გახსნილია ეს არა ქვია სუნელები და კაი ხანია გახსნილია ჩაი ანუ დაემატება ეხლა დღის მდგომარეობით ძალიან გთხოვთ აი ყველამ დაიმახსოვროთ რომ ეს არის თხილი ნაჭუჭით და უნაჭუჭოთ ეს არის ყველანაირი ციტრუსი ეს არის ყურძენი და ეს არის ვაშლი, მსხალი და კომში. მომავალი 10 დღეში ჩამოვლენ კიდე სპეციალისტები, ინსპექტორები, საუბარი გვექნება აუცილებლად ხურმაზე, საუბარი გვექნება მწვანილზე და რაც შეეხება ცხოველური წარმოშობისას, მე ვთხოვე პირადად და ჩამოვა ინსპექტორთა ჯგუფი, რომელიც შეამოწმებს საქართველოს საკალმახე მეურნეობებს. ანუ გვაქვს პოტენციალი, რომ გავიტანოთ კალმახი რუსულ ბაზარზე, განსაკუთრებით აი სოჭის შეყინული. სოჭის ოლიმპიადისთვის ამის დიდი მოთხოვნაა და შესაბამისად ფასიც ძალიან კარგი იქნება და ამიტომ ჩვენ ასე ვთქვათ ვთხოვეთ რომ პირველ რიგში აი ეს პოზიციები შეგვეთანხმებინათ. ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს. რამდენად